ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს სასწავლებლის შენობაში აგრძელებენ. სტუდენტებმა გუშინდელი ღამე პირველი კორპუსის შენობაში გაათენეს. ჟანა აკოფაშვილი ესაუბრა მათ და სტუდენტების პროტესტის შესახებ უფრო ცლად ახლა ის მოგვიყვება ჟანა გისმით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი კვლავ გრძელდება. ახალგაზრდებმა წუხელ ღამე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაათენეს და როგორც ჩვენთან საუბარში თავად ამბობენ, დარჩებიან იქამდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება. ეს მოთხოვნები კი არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარება. იფიცება საქართველო ხვალ 15 იანვარს 15 საათზე მასშტაბური საყოველთაო გაფიცვაა დაგეგმილი. კომპანიები და მათი თანამშრომლები, რომლებიც უერთდებიან ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას 3 საათით შეწყვეტენ მუშაობას.